გურჯაანის სამების საკათედრო ტაძარში გურჯაანისა და ველისციხის მთავარეპისკოპოს მეუფე ექვთიმეს კურთხევით უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის პარაკლისი აღევლინა. ილია მეორე ჯანმრთელობის პრობლემების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. უწმინდესის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით მას გამოკვლევები და ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა ჩაუტარდა. როგორც ყველასთვის ცნობილი არის, ჩვენი სულიერი მამა მოძღვარი საქართველოს ეკლესიის საჭადრობელი მის უწმინდესობა წუხელ გახდა შეუძლოდ და გადაყვანილია სტაციონარში და ჩვენ მეუფეშიოს მეუფე ექვთიმეს სინოდის ლოცვა-კურთხევით მთელს ეპარქიებში ჩვენ სამრევლოებში ყოველ მართლმადიდებელს მოწოდებული არის დღეს ლოცვისთვის და ჩვენ ვერთიანდებით ღვთის წინაშე ქრისტეში პატრიარქის ჯანმრთელობისთვის. მრევლთან ერთად ჩვენ აღვასრულებთ პარაკლისს და შევთხოვთ მისი უწმინდესობის დღეგრძელობას და ჯანმრთელობას და გახარებას. ჩვენთვის დაღლილი პატრიარქი და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ მისი ცხოვრებას და განსაკუთრებით ბოლო წლებს თუ გადავავლებ თვალს, ერთადერთი რაც მე პირადად მომდის ფიქრი გონებაში, მინდა აქედანაც თქვენთან ერთად ვთხოვო შენდობა მის უწმინდესობას.